კვლავ დაუბრუნდეთ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებს. ძალიან საინტერესო და დაძაბული არა მარტო საარჩევნო კამპანია იყო, არამედ არჩევნების შედეგებიც გვაჩვენებს, რომ ამ ხრივ სურათი ჯერ კიდევ გარკვეულწილად გაურკვეველია. ჩავთოთ ლიზა ვეკუა, რომელსაც უკვე შეუძლია დამდგარი შედეგების, დათვლილი ხმების გათვალისწინებით გვითხრას, როგორი არის ბალანსი იმ წარმომადგენლობით ორგანოებში, რომელიც უკვე აირჩა. მხედველობაში მაქვს აღმასრულებელი საბჭოს რევიზიო კომისია. ლიზა, გისმენთ. გიორგი, საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია და ჩვენ ვიცით თუ ვინ არიან ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ეთიკის კომისიისა და ასევე სარევიზიო კომისიის წევრები. აღმასრულებელ საბჭოში მოხვდა როგორც ირაკლი ჩომახაშვილის, ირაკლი კანდაშვილის, ასევე მუხრან ხურცკაიას წევრები, ასევე არის ეთიკის კომისიის შემთხვევაში, ხოლო რაც შეეხება სარევიზიო კომისიაში, ზვიად კორძაძე, დარიკო თორდია, გიორგი თევზაძე, ლელა მჟალავა და მარინა მიქაბაძე არის ის ხუთი ადვოკატი, რომელიც სარევიზიო კომისიის წევრი გახდა. გოგა ხატიაშვილთან გადავინაცვლებ, რომელიც ეთიკის კომისიის წევრი არის უკვე და მეორე ადგილზე გახვედით ხმების რაოდენობით. გოგა, გითხარით, თქვენ წარმოადგენთ ირაკლი ჩომახაშვილის გუნდს და ეს მთელი დღე რომ შევაფასოთ ეს არჩევნები და ცხადია, რას გვპირდებით და რას პირდებით ადვოკატთა კორპუსს მას შემდეგ, რაც თქვენ ეთიკის კომისიის წევრი გახდით. კი, ნამდვილად დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე ადვოკატთა ასოციაციის ცხოვრებაში და საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო ფიქსირდებოდა მთელი დღის განმავლობაში და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ. ერთი მხრივ ცნობილი არის ხო უკვე რომ გაიმართება მეორე ტური და აქ უკვე ორი ყველაზე მაღალი შედეგის მქონე კანდიდატი მიიღეს მონაწილეობას, ხოლო მართველი ორგანოები უკვე არის ფაქტობრივად დაკომპლექტებული, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ხო პირველადი შედეგებიც. და რა თქმა უნდა ის მხარდაჭერა, რომელიც პირადად მქონდა, ამ მხარდაჭერა საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობასაც ატარებს, ხო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეთიკის კომისიას აქვს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლი ადვოკატთა ცხოვრებაში და ის უნდა იყოს ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ადვოკატთა უფლებების დამცველი და მეორე მხრივ, ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა შევუწყოთ ხელი საზოგადოების მხრიდან ადვოკატთა ასოციაციისა თითოეული ადვოკატის მიმართ ნდობის გაძლიერებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთავარი, რასაც დაეყრდნობა ეთიკის კომისია ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანი გადაწყვეტილებები. მადლობა, გოგა ხატიაშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში და როგორც მისგანაც მოისმინეთ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პოსტისთვის მეორე ტური გაიმართება. ირაკლი კანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი ლიდერობენ ამ ეტაპისთვის და ზუსტად 9 საათში 9 საათზე უნდა გავიგოთ საბოლოო შედეგები და თარიღიც თუ როდის ჩატარდება მეორე ტური. სავარაუდო თარიღი არის 28 დეკემბერი და როგორც გითხარით, ირაკლი კანდაშვილი ლიდერობს 46%-ით, ირაკლი ჩომახაშვილი კი 40%-ით არის წარმოდგენილი. ასეთია ვითარება ახლა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე. აქ რჩებიან კვლავ ადვოკატები. 9 საათში უნდა გავიგოთ საბოლოო შედეგები. მოისმინეთ, რომ დაკომპლექტებულია უკვე როგორც აღმასრულებელი საბჭოს, ასევე ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გუნდები და სულ მალე გავიგებთ თუ როდის ჩაინიშნება მეორე ტურიც. მადლობა უთხრათ ლიზა ვეკუას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს ადვოკატთა ასოციაციის ყრილობას და იქ გამართულ არჩევნებს. ვიცით, რომ დაკომპლექტებულია უკვე კომისიები, თუმცა საბოლოო პასუხსველით ელექტრონული აღრიცხვის სისტემის შედეგსა და ხელით გადათვლის შედეგს შორის თუ რამე იქნება მნიშვნელოვანი განსხვავება ამის თაობაზე გადაცემის განმავლობაში განვაახლებთ ინფორმაციას, თუმცა ამ მომენტის მონაცემებით, ელექტრონული ხმის დათვლის სისტემის მონაცემებით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი. ისინი საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთის მაჩვენებლებთან. საუბარია ირაკლი ყანდაშვილზე და ირაკლი ჩომახაშვილზე და დიდი ალბათობით გაიმართება მეორე ტური, რომელიც ერთი კვირის თავზე ჩატარდება კვლავ თბილისში.